დადი არა გათრიტმა და ყველაფერმა თუ არა ასეთი ამ მუსიკალური ნომრის შემდეგ აღარავის აღარ გვეპარება ეჭირო საქმე გვაქვს უნიკალურ პროექტთან სახელწოდებით სხვა ყანჩელი რომელიც და ეს პროექტი განხორციელდება ხვალ 15 იანვარს დანარჩენი აბა მიდი დანარჩენი გაგრძელეთ წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმრებს პირველ რიგში მუსიკოსებს რადგან ისინი დღეს პირველად არიან სხვა შუადღის ეთერში ოსკარ პეტრაუსკისი რაიმონ პეტრაუსკისი და რიხარდ ზალუპე დიდი მადლობა თქვენ მადლობა გიგა კობალაძე ფონდ არტოგრაფის დამფუძნებელი ბადაგონის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ლიზა ბაგრატიონი და ხათუნა გოგიშვილი დაგვეხმარება თარგმანში მე ღრმად ვარ გარწმუნებული ხო აი რაღაცა მე მომეწონა ეს სტატუსი ეს თავისთავად მე ღრმად ვარ დარწმუნებული რომ რომელ ქვეყანასაც არ უნდა წარმოადგენდეს მუსიკოსი რომელიც ასრულებს ყანჩელს მისთვის ეს არის ძალიან დიდი პატივი და ეს ჩანდა თითოეული მათგანის ხასიათში შესრულებაში და ენთუზიაზმში როდესაც ასრულებდნენ ამას და მადლობა თქვენ ამისთვის დიდი მადლობა ახლა კი როგორ საიდან გაჩნდა ეს იდეა გენიალური ყანჩელის შემოქმედების ჯაზური ინტერპრეტაცია და როგორ განხორციელდა იდეა აი ქსილემ ტრიო რომელიც დღეს ჩვენი სტუმარია მათ რამოდენიმე წლის უკან სწორედ ყანჩელის რამოდენიმე ძალიან ცნობილი თემა აქციეს ჯაზ სტანდარტად და ეს ბატონმა გიამ ნახა მოეწონა და სწორედ აქედან დაიბადა იდეა რომ ამას მისცემოდა უფრო კომპლექსური ხასიათი კონცერტის სახე და არა მარტო მათი შესრულებით არამედ სხვა მუსიკოსებსაც მიიღოთ ამაში მონაწილეობა და სწორედ წელს აი ხვალ უფრო სწორად განხორციელდება ეს პროექტი შემდეგ უკვე ჩვენ დავიწყეთ ავტოგრაფმა დაიწყო ზრუნვა ამაზე დაუკავშირდით ბადაგონს დაუკავშირდით თბილისის მერიას და პირველად ჩვენს ეთერში განაცხადეთ რომ აპირებდით რა თქმა უნდა ამ სტუდიაში ვიყავით აქ ვიყავით სწორედ და ეს პროექტიც უკვე განხორციელდა ეს მართლაც უნიკალური პროექტია თავისი თვალსაზრისით იმ კუთხით რომ პირველად ხდება და ქართველი მსმენელი პირველად იქნება მომსწრე იმის რომ გია ყანჩელის ყველასთვის ცნობილი მუსიკა იქნება ინტერპრეტირებული ჯაზში ეს არის მუსიკა კინოსა და თეატრისთვის შექმნილი მუსიკა ეს არის დასაკონკრეტებელი რომ ხომ მოგვეხსენება რომ ბატონი გია ლიზას ფაქტორიდან გამომდინარე ბადაგონთან დიალოგი რთული არ იქნებოდა არა არა და სხვათა შორის ეს არ იყო მაინდა-მაინც ჩემი დამსახურება იმიტომ რომ თითოეული არა ნუ ეგ ჩვეულებრივად ხო ანუ ჩვენი მესვეურები ასე ვთქვათ ბადაგონის იმ წუთშივე დათანხმდნენ ჩვენ გვაქვს მჭვიდრო კავშირი ბატონ გიასთან და მის მუსიკასთან ნუ ეს რა თქმა უნდა ალბათ ისევ და ისევ ჩემ გამომდინარე რომ გიждები ამ გამოთქვა ფანი ვარ ბატონი გიას მუსიკის ფანი ვარ ფანებიდან გამომდინარე მინდა ვკითხო ამ პროექტში შენ მონაწილეობ არა მხოლოდ როგორც ბადაგონის წარმომადგენელი როგორც მუსიკოსი მონაწილეობ არა ამ პროექტში მე მონაწილეობ მხოლოდ როგორც ბადაგონის წარმომადგენელი და მე ვარ ძალიან ბედნიერი რომ წარმომდგენ ხო იცი და რაც უფრო დრო გადის მით უფრო მიჭირს ამის გაძლება რომ მინდა კონცეპტუალურად სხვა გუშინ მე ვკითხეთ პრესკონფერენციაზეც და მე ვთხარიცით რა მე ძალიან მე პირობას გაძლევთ რომ სანამ შემიძლია ვიმღერებ მეთქი ამას მაგრამ ახლა სხვისი დროა და ძალიან მიხარია რომ ბადაგონის წარმომდგენი ამ ავტოგრაფის წარმომდგენი იქნება პროექტში მონაწილეობას გარდა ტრიოს იღებს ასევე დამატებით 3 მუსიკოსი უცხოელი აქედან 2 ისევ რიგიდან ქალაქ რიგიდან და 1 ამერიკელი ვოკალი, რაც თქვენ თქვით, ქალბატონი, რომელიც რამოდენიმე ნომერს ინგლისურად შემოგთავაზებს. ჩვენ სტუმრების საბეჭდილებების ალბათ პროცესი რომ თუ შეიძლება რომ პირველ რიგში მინდა ვკითხოთ ჩვენ სტუმრებს რა ადგილი უკავია მათ შემოქმედებაში, მათ ყოველდღიურ მუსიკალურ ცხოვრებაში ყანჩელს. ყანჩელის მუსიკა. The first question is in your life, in your musical life, what is the concept of Gia Qancheli itself and what's the position it occupies in your musical life? Yeah, hello everybody. Hi. It's nice to be here. Yeah, from me, I'm mostly classical percussionist and my daily work is in Latvian National Symphony Orchestra. So, and collaboration with the choir Kamar from Latvia. I know they have been here
months ago or something. Yes. So I have played together with them a lot of Gia's music. So you know both sides Yes, of Gia and this is ერთადად საუბრობს რომ დაკავებულია კლასიკური პერკუსიით და ძირითადად ლატვიის ეროვნული მუსიკით კამერულ ორკესტრადაც თანამშრომლობს. შესაბამისად მისთვის აი ეს ასპექტი არის მთავარი. And yeah, this has been for me very much big experience with Gia's music and to know what it should sound. And I think for us it was very interesting to a little bit to change maybe this music. რა კარგად ჟღერს ეს Gia's music. Gia's მუსიკა მისთვის არის სხვა გამოცდილება, იმიტომ რაღაც ტრანსფორმაცია უნდა მოახდინოს მის მუსიკაში, იმიტომ რომ გადართვას აკეთებენ, ესე ვთქვათ, თავიანთი კლასიკური პერკუსიიდან სულ სხვა ჟანრზე, რაც არის Gia's მუსიკა, როგორც ამას თვითონ. და რთულია, კითხება რა. And was it quite difficult or complicated for you? This transformation, was it complicated? Well, hello first of all, and it's nice to be here. And I would say that for us, this project was really special because our trio and the concept of our trio is based on that we never take and play the music as it is written completely. We like to really add something from ourselves and express ourselves in that music. So, and this is what happened with Gia's Cancelli, selected pieces. ჩვენი ტრიოს კონცეფტი არის ესეთი, რომ არასოდეს არ ვუკრავთ მუსიკას, ისე როგორც არის ის დაწერილი, გვაქვს ესეთი ასე ვთქვათ მიდგომა, რომ ჩვენი რაღაცაც ჩავდოთ ყოველ მუსიკაში. შესაბამისად, ეს იყო ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო გამოცდილება, ამბობს, იმიტომ რომ ეს პროექტი არის ძალიან განსაკუთრებული, იმიტომ რომ ბატონი Gia's მუსიკასთან მოგვეცა ამის საშუალება, რომ რაღაცა ჩვენი ჩავდოთ ამ უნიკალურ მუსიკაში. It's something? Yes, I would like to add that Gia Cancelli music has no borders. So, and We know can this. listen like in a younger generation and in a traditional way. So it's really open mind for people. მინდა აღნიშნო, რომ ბატონი Gia's მუსიკას არ აქვს არანაირი საზღვრები და ჩარჩო, ანუ ის ყველას ერგება, როგორც არის მომავალი თაობა, ახალგაზრდობა, ასე ვთქვათ, ხანდაზმულებისთვისაც შესაბამისად ის ინტერპრეტირება. სრულიად უშრეთი პოტენციალი. და ალბათ უკიდეგანო მუსიკა ესე დავარქვათ. უცნაური ის არის, რომ მართლაც Cancelli's მუსიკა ისეთი ტევადია, როგორც ჩვენ თქვი, რომ და თან ყველას ჯაზში ამდენი ხანი არ იყო, ვთქვათ, იყო, ხო, მაგრამ ეს კონკრეტ თავშეყრილი, აი ესეთ ფორმით მოტანილი არ იყო, თორემ იყო დისკებიც, არის აი ტრიოს აქვს დისკი მთლიანად Cancelliსაც. პირველად მე როგორც ვიცი, უკაცრავად 1971 წელს გამოსულ ფილმში მეგამომძიებელი იქნა გამოყენებული Gia Cancelli's მუსიკა როგორც ჯაზი. იქ არის სწორედ ინგლისური ვოკალი, რომელიც შესრულდება ხვალ კონცერტზე. ის შესრულდება, ის ინგლისური ვერსია შესრულდება ხვალ კონცერტზე. ამის მერე იყო როგორც ლიზამ თქვა, რამოდენიმე მუსიკოსებს ჰქონდათ რაღაცა ერთი კონკრეტული სან, აი მე ძალიან მომწონს ამეთი კონცეფციით, როდესაც ჩაწერეს დისკი ბატონი Gia's კინო და თეატრის მუსიკისთვის შექმნილ მელოდიებზე თავის ინტერპრეტაციით. ესე იგი, ორი სათაურია ყველას. ერთი არის ის, რაც იყო აი ფილმიდან ეს და პირველ წყარო და მეორე თავისი სახელები დაარქვეს ყველას. აი თვითონ როგორ ხო აი რა მესიჯია ამათთვის აი იმ კონკრეტულ მელოდიებში, რომელიც ჩვენთვის არ ვიცი, აი მართლაც საოცრად ცნობილია და მე სულ ვამბობ ხოლმე, რომ არიან შემოქმედები, არიან კომპოზიტორები, არის მუსიკა, რომელიც არის ხალხური, სახალხო. აი არის ხო ეს მელოდიები ბატონი Gia's, რომელიც ხვალ გაჟღერდება თითოეული ჩვენთაგანისთვის არის იმდენად ცნობილი და იმდენად საყვარელი, რომ ხშირ შემთხვევაში ავტორზე არც კი ფიქრობ ხოლმე, გონია რომ ცოტა შენც დაწერე, აგერ ჩიტოგრიტო მაგალითად, ხო რომ მეც ყველაზე არ გვეხა არ გვეპატიება ეს რომ ახსენეთ მაინც, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მართლა ეს არის ის მუსიკა, რო აღარ არ შევეხებით დღევანდელ დღეს მის სიმფონიურ და კამერულ მუსიკას, მაგრამ აი ამ კინო მუსიკაშიც კი ამ ჟანრში, რომელსაც mēs გამოყენებით მუსიკას ეძახით, იქაც კი იმდენი პოტენცია, იქაც კი იმდენი თავისუფლება, იმდენი სიყვარული და შესაძლებლობაა, რომ ყველა ნიჭიერ ადამიანს შეუძლია ამას ხელი მოკიდოს და მე გუშინას თქვი დღესაც გავიმეორებ. მთელი ამ გენიალური ადამიანის აი სიმარტივე არის ის, რომ
თუ ხედავს რომ შენ ამას სიყვარულით აკეთებ და შენში ხედავს ამ ნიჭს რომ შეგიძლია ყოველთვის გაძლევს სრულ თავისუფლებას შემოქმედებით და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომაც აი ესეთი ადამიანები ამას ხელს კიდებენ და ამიტომაც ჩვენ ხვალ მოგვეცემა საშუალება რომ უდიდესი სიამოვნებაა. ეხლა ჩვენ სწორედ ვერას უყვართ. ანუ ეთყობათ რომ უყვართ რა, რაღაც ძალიან სიყვარული ყია. გიგა, მსხვილი და რაღაც ესეთი შეუძლებელი არ გაჩნდეს ახლა ჩვენი მაყურებლის მხრიდან მოთხოვნილება ცოტა ტექნიკურ საკითხებზეც კონცერტთან დაკავშირებით, იმიტომ რომ შეუძლებელია ეს მოისმინო და არ მოისმინო კიდევ სხვა. მე ცოტა პრობლემა ხდება. არა, მე ვფიქრობ ახლა პასუხი ძალიან უხერხულ მდგომარეობაში მაყენებთ ახლა, იმიტომ რომ არა, უბრალოდ ყველა სამწუხაროდ ალბათ დარჩება მსმენელი, ვინც ვერ შეძლებს და ესწროს, მაგრამ ეს არის ქართული პრობლემა, რომელის გამოც ვიჩაგრებით ხოლმე. ხშირად რომ ბოლო დღეს გვინდება ბილეთი. და გავაკეთო სტადიონზე მე ზაფხულში რა პრობლემა. ბატონია, თქვენი არ გაგიგია. არ არის გამორიცხული, რომ მოხდეს რაღაც პერიოდის შემდეგ გამეორება ამ ამის აუცილებლად დადგება, მაშინ დარწმუნებულები ვართ, ხო? ხალხს ბერს უნდა რომ მოგისმენდეს და ნახოთ ოსლად. კარგი, წინა სტუმრობაზე თქვენ აღნიშნეთ, რომ გეგმავთ ასეთი ტიპის პროექტებს და იწყებთ გია ყანჩერით და მაშინ ვთქვით ჩვენ, რომ შეუძლებელია დაიწყო გია ყანჩერით და რაღაცნაირად ისევე მაგრამ არ გააგრძელო, ასე ვთქვათ, ეს პროექტები. თუმცა მეორეს მხრივ ძალიან რთულია დაიწყო გია ყანჩერით და გააგრძელო იგივენაირად. ძალიან ასარციური განაცხადია კი. ცოტა შეიძლება დავასწარი მოვლენებს და ვთქვათ, ხვალ უფრო იკითხავს მაყურებელი შემდეგი როდის მაგრამ ალბათ არის ხო დაგვიმილიკი და პროექტები. დაწყებული პროექტი, რომელზეც მე დღეს უკვე შემიძლია ვისაუბრო, ეს გახლავთ თებერვლის მეორე ნახევარში გამოვა ძალიან საინტერესო წიგნი ირაკლი ჩარკვიანზე. და ამის მომსწრეც ყველა ჩვენთაგანი ვიქნებით. კარგი, გაგიჩნდათ მოთხოვნილება კიდევ მუსიკის ძალიან ჯერს ერთი მაინტერესებს თუ ემთხვევა მათი თქვათ ყველაზე საყვარელი თემები, სტანდარტები და ეს კითხვა და შემდეგ რაღაცა ნომერი შემოგთავაზე. მოვაყალიბეთ კითხვა, ზირთადად იცით რა, გია ყანჩელის მუსიკას მე მგონი განსაკუთრებით კინოს და თეატრის მუსიკას არ ჭირდება, ყველა მიცის. პირველი ბგერიდან წამღერების და ამიტომ რომელია მათი საყვარელი? საყვარელი მაინტერესებს. So the Gia Qanchelis music is more cinema and theater music and the themes. Which is more your favorite theme of Gia Qanchelis? I think they all are our favorites because we really received the whole songbook. There were more than 35 or 40 themes written for the theatrical plays as well as cinema. So we have chosen only 11 ones, but this one you heard today, it's not on CD. So we continue the journey with Qancheli, and I believe we will never stop. Very good. We'll be very happy. ძალიან საინტერესო რაღაცა თქვენს, იმიტომ რომ დაახლოებით 40 თემა, რომელიც მათ შეისწავლეს ბატონი ყანჩელის, ყველა მათთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ავარჩიეთ 11. არჩევლებთ 11, თუმცა იმ CD-ში, რომელიც მათ გამოსცეს, არ იყო ჩაწერილი ის, რაც დღეს შესრულდა ამ სტუდიაში. ანუ ეს არის განსაკუთრებული მათთვის. ანუ ამით ჩვენ გვინდა ვთქვათ, რომ გია ყანჩელი არის ის, რაც მუდმივად გრძელდება. გრძელებას გია ყანჩელის ემთხვა ჩვენი და მუსიკოსების ისე იგი გებუნება ხო? არჩევანი. შეიძლება რომ ვერ მოხვდები დღეს კონცერტზე სამწუხაროდ ჩვენ არ ვართ, ხვალ, იმიტომ რომ არ ვართ იმ ბედნიერთა რიცხვში, ვისაც ბილეთები შეხვდა და მოასწრაღება. ამიტომ იმ მაყურებელთან ერთად ვინც ვერ მოხვდება კონცერტზე, ჩვენთვის სიამოვნებთ კიდევ ერთი ნამუშევარი. Unfortunately, for those who cannot attend tomorrow's concert, could you please once more perform? You can do another maybe. Something else. Go on wheels. Yeah. I just need to check my piano. First time for Emma for this time.
წარმოუდგენელი ემოცია, წარმოუდგენელი, მართლა არა აქვს გიაყანჩელის მუსიკასაც საზღვრები და არც საშველი ისეთი კარგია. პირველი ორი ნაწილის მერე. პირველი მეორე მესამე ნაწილი. შევამსუბუქეთ ეს ყველაფერი და დიდი სიამოვნებაც დიდი მადლობა ბადაგონს, მერიას, ბატონო გიგა ავტოგრაფს, რომ ასეთი პროექტი გვაჩუქეთ და მაინც ვიტოვებთ იმედს, რომ იქნებ ბატონი გიას თანხმობითაც და ნებართვითაც შევძლოთ და გავიმეოროთ მათთვის. ალბათ მოგვიწევს. სურვილის დონეზე რა თქმა უნდა ყველანი გიერთებით ნინო. დიდი მადლობა მუსიკოსებს. Thank you. ჩვენც გვიყვარხართ. რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით.